შეიძლება გქონიათ მსგავსი შემთხვევა, როდესაც აი ესე შედიხართ ხოლმე ერთი ოთახიდან მეორეში და უცებ აღარ გახსოვთ რის გამო შემოხვედით აქ. აი რაღაცა უნდა შეგენახათ, რაღაცა უნდა აგეღოთ, რაღაცა უნდა წამოგეღოთ, მაგრამ აი არაფერი აღარ გახსოვთ. ცოტა ხანი გახართ ხოლმე ეს დაბნეულები, რატო შემოვედით და გაგახსენდეთ. თუ ესეთი რაღაცა ერთხელ მაინც თქვენ ცხოვრებაში მოხდა რა, მაშინ ეს ვიდეო დააგულეთ და თუ ეს რაღაცა არასდროს არ მოხდა თქვენ ცხოვრებაში, მაშინ მოიწონეთ. ნახეთ, მე ახლა აგიხსნით რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, რატო ხდება ის თქვენს ორგანიზმში და რა არის მისი რისკ ფაქტორები. ნახეთ, ჩვენ გვაქვს მეხსიერების ბევრი ფორმა, მათ შორის ერთ-ერთი სუპერ მაგარი, რაც მე ძალიან მომწონს, ეს არის სამუშაო მეხსიერება. სამუშაო მეხსიერება ჩვენ გვეხმარება, რომ რაღაცაზე როცა ჩვენ მუშაობთ ხოლმე, ის კარგად დავიმავსოთ, როგორც რაღაც რამდენიმე წამის განმავლობაში და მე როცა და თავისთავად ეგრევე ამოვარდება. სამუშაო მეხსიერების ცენტრი მდებარეობს შუბლის წიგნში, პრეფრონტალურ კორტექსში. ხო და ჩვენი თავისთავად თითოეულ გარემოში იყენებს ახალ სამუშაო მეხსიერებას. ეხლა როცა მე ვარ თქვა აი ამ სივრცეში, აქ მაქვს ერთი სახის სამუშაო მეხსიერება. გადავალ თუ არა უკვე სხვა ოთახში, უკვე თავისთავად მომწონს უკვე ახალ სამუშაო მეხსიერებას. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მე რომ ფურცელზე თქვა რაიმე თემას რო ვწერდე, უცებ რაღაცა ახალი თემის დაწერა მომინდა, მაგრამ იმ ფურცელზე კი არ დავწერე, არამედ ფურცელი გადავალდი და ახალი ფურცელი ავიღე სუფთა, სადაც არაფერი არ წერია, რაც წინა თემას ეხებოდა. ხო და მაგიტომაც არის, როცა მე ვიყავი თქვა აი ამ ოთახში, აქ მე მქონდა ერთი სახის სამუშაო მეხსიერება, გადავედი თუ არა სხვაში, თავისთავად ეგრევე სხვა ახალი ფურცელი მომცა და უკვე მე აღარ მახსოვს აქ რის გამო შემოვედი. რა უნდა გააკეთო? ნაბიჯი უკან და რამდენიმე წამში თავისთავად უცებ მოგცემს ინფორმაციას, თუ რატო შეხვედი იქ. უფრო მალე ვიდრე ეს რომ გარიყავი და გეფიქრე რატო შემოხვედი აქ. ყოველთვის ესე მოიგეცე ხოლმე, თუ როცა რაღაც დაგავიწყდებათ, რატო შეხვედით იმ ოთახში. ეხლა რა არის ამის რისკ ფაქტორი, თუ გემართოთ გავს რაღაცები. ყველაზე ხშირად ესეთი რაღაცები ხდება, იმიტომ რომ თქვენ ხართ სტრესულ პირობებში. როცა ადამიანი არის სტრესში, თქვა იმიტომ რომ არის თქვა პრობლემები ურთიერთობაში, პრობლემები ოჯახის წევრებთან, პრობლემები სამსახურში, პრობლემები ფინანსური, გამოცდებს აბარებს, მაგათ არ აღნიშნულობა, როცა რაღაც პრობლემა არის ხოლმე, ამ დროს სხეულში მაღალი შემცველობა კორტიზოლისა. ძალიან ბევრი კორტიზოლი, აი ამ პრეფრონტალურ კორტექსს თქუნავს, ჩვენ ამაზე ხო ვისაუბრეთ უკვე წინა ვიდეოში. გარდა მაგისა, უძილობა. თუ ძილი დარღვეული გაქვთ, მოსაუდინებს გავს რაღაცები. აი თუ თქვათ ვერ გძინავთ 8 საათი დღეში, ან გძინავთ, მაგრამ ან უხარისხოთ და გეღვიძებათ ხშირად, ან ღამით ხვრინავთ, ან დილით ადრე გეღვიძებათ, ან მუშაობთ ღამის ცვლაში. აი ამ შემთხვევებში. ეხლა ჩემი სახე ესეთი სწორედ მაგიტომაც არის, რომ საკმარისად ვერ მძინავს. გარდა მაგისა, ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლითაც. ეხლა თუ ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ბუნებრივია ასეთ რაღაცები, ხშირად იქნება მის ცხოვრებაში. გარდა ამისა, ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს საძილე საშუალებებით, ანუ ბენზოდიაზეპინებით, კიდევ სხვა სახის მედიკამენტებითაც, მათ შორის ანტიქოლინერგულებით, მაგათ მედიკამენტებით. ასევე თუ თქვა იქნება ფარისებრი ჯგუფის ფუნქცია დაქვეითებული. ან ადამიანს ექნება თქვა რაიმე ვიტამინის, რკინის ნაკლებობა სხეულში. აი ესეთ შემთხვევებშიც. რა უნდა გააკეთო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეცადო რომ სტრესულ პირობებს ბოლო მოუღო, ანუ ის უნდა აღმოფხვრა და მოაგვარო, ეხლა სამსახურის ჩვენ ცხოვრებაში მათი მოგვარება არც მარტივია და მეორე ეს არის კარგად გამოიძინო, რომ ეს რაღაცები ხშირად არ დაგემართოს. რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯგუფის ნაკლებობას ვიტამინებისას და რკინისას ასევე ჭირდება გამოკვლევა და მეორე შევსება. როგორც ხედავთ, ეს გულმავიწყობა ძალიან მარტივად შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველდღიურ რაღაცებით, აქ საპანიკო არაფერია. და აქვე გილოცავთ არაჩვეულებრივ დღესასწაულს, შობას. ამ არაჩვეულებრივ დღეს მე გისურვებთ, რომ უფლის წყალობა და შემწეობა არასდროს არ მოკლებოდეთ, ყოველთვის ყოფილიყავით ბედნიერები, მხიარულები და კეთილები. დიდი მადლობა და მადლობა დარჩევით თუ ამ ვიდეოს ასევე გავზიარებთ სხვებსაც.